უცნობია შედგება თუ არა პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებული დიალოგი ოპოზიციასთან და საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯების პარალელურად ამ ეტაპზე დიალოგის რესურსს ვერ ხედავენ და მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია. მართლ გუჩიკი აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია დებატებში არგუმენტების არარსებობის გამო არ შედის, ამიტომ დისკუსიისკენ მოუწოდებენ ახალგაზრდებს. ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს მძევლები, რომლებიც აიყვანა პროტესტის დროს, მან უნდა გადადგას ნაბიჯი თვითონ, რომ მე ისაუბროს დიალოგზე. ვინაიდან ქართული ოცნება არ დგავს ნაბიჯებს, არანაირ ნაბიჯებს და აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის დევნას, სახლიდან გაყავთ ადამიანები, ჩვენ რა დიალოგზე უნდა ვისაუბროთ. მათ იციან, მათ ძალიან მარტივად შეუძლიან ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისში, რომელშიც შეიყვანეს თავად, გაათავისუფლონ დატყვევებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამაზე თუ მოყვება დიალოგით შედგება. მე არ ვიცი ესე გასროლილი სიტყვებია დიალოგთან დაკავშირებით, გასაგებია რომ დიალოგი და მოლაპარაკება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შედგეს და ალბათ შედგება ერთ დღეს, ოღონდ ეს იქნება იმ პირობებით და იმ სურვილით, რაც აქვს საზოგადოებას და ხალხს. ამ შემთხვევაში თუ ეს დიალოგი არ უნდა შედგეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანების განთავისუფლებაზე, რეპრესიების შეწყვეტაზე და ახალ არჩევნებზე, მაშინ რა თქმა უნდა, ასე დიალოგს უბრალოდ რაზე უნდა იყოს დღეს დიალოგი. მარტივი კითხვა დაისმევა, თუ რა არის გასაპროტესტებელი. და აი ამ მარტივ კითხვაზე ვერ გასცემი პასუხს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე, ვინც ამ დიალოგის, აი ამ დებატის მეორე მხარეს უნდა ისდეს, არიან ძალები, აგენტურული ძალები, ჯაშუშური ძალები, რომლებიც თავიდან ბოლომდე უსირცხვად და უტიფრად თავიანთ ამორჩევლებს აცხოვრებდნენ და აცხოვრებენ ცრუ და ბინძური აღქმების ქვეშ. და აი ეს ცრუ და ბინძური აღქმები დაენგრევათ ირაკლი კობახიძესთან ნებისმიერ დებატში, როგორც გვინახავს ჟურნალისტები იქნებოდნენ თუ არა მხოლოდ, როგორც დაანგრევიათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე არ წავლა, იმიტომ რომ მათთვის ეს წაგებული თამაშია. ეშინიათ, რომ ის ცრუ აღქმები, რითაც კვებავენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ზუსტად 1 საათში იქნება თუ 9 საათში ჩამოეშლევათ და ჩამოენგრევათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დაანონსებული იყო არაერთ გზის და ლამის ყოველდღიურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე აანონსებს, რომ იგი ღიაა და ჩვენს ნებისმიერი გუნდის წევრი ვართ ღია და მოუწოდებთ ყველას, რომ თუ იმეს რაიმე კითხვის ნიშანი აქვს, თუ იმეს რამე სათქმელი აქვს, კი ბატონო, მოგბრძანდით და ვისაუბროთ, ვისაც რაზე გინდათ, მაგრამ ეს ადამიანები უარს ამობენ ყველანაირ დიალოგზე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. თუ ეს ადამიანები დასხდებიან პრემიერ-მინისტრთან, მარტივად ჩამოეშლებათ მთელი კამპანია, კიდევ ერთხელ დაინახავს ქართველი ხალხი, რომ ნებისმიერი მათი განცხადება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგოდ არის და არავითარი საფუძველი მათ განცხადებებს არ აქვს.